დაახლოებით 15 წუთის წინ გამოცხადდა ანდრი კვარაცხელიას განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 26 წლის ახალგაზრდას, რომელიც აქციებში იღებდა მონაწილეობას. დღესაც ესეთი პერფორმანსის სახით მოვედით, რომ შევახსენოთ. კვლავ გავიმეორებ, თემიდას თვალები ახვეულია მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყოს მიკორძოებული და აუცილებლად დაიმახსოვრებს იმ უსამართლობას, რომელიც დღეს აი ამ შენობაში ხდება. ჩემთვის წარმოუდგენელია მოსამართლე რას დაეყრდნო, აქ ერთადერთი გზა რის საფუძველზეც მოსამართლეს მიმაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა, იყო გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა. პირველი დეკემბრის ეპიზოდს ედავებიან მას და ამბობენ ბრალდების მხარე ამტკიცებდა მთელი ეს პერიოდი სიტყვიერად მხოლოდ რომ ანდრი კვარაცხელია გედედეს თანამშრომლის მიმართულებით ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და მას დაზიანება მიაყენა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდების მხარეს არ მოუტანია ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა გედედეს თანამშრომლის ფიზიკურ დაზიანებას და პლუს სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილა, ანუ არ არსებობს ეს თანამშრომელი, ანუ დაზარალებული თანამშრომელი, რომელიც დაადასტურებდა, რომ უშუალოდ ანდრი კვარაცხელიას მიერ ნასროლმა მოლოტოვის კოქტეილმა დაუზიანა მას სხეული. არსებობს ერთადერთი გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საწინააღმდეგო დასკვნაც დაცვის მხარემ მოიპოვეთ და საქმეში ჩავდეთ და დავკითხეთ ექსპერტიზის საუბარია სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე. სამართლო პროცესებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი მოწვეული მოწმედ, რომელიც ამბობდა, რომ ანუ ორი ვიდეო ჰქონდათ მათ წარმოდგენილი, ერთ ვიდეოში ჩანს ანდრი კვარაცხელია და მისი სახე იდენტიფიცირებადია, მაგრამ ამ ვიდეოში არანაირ დანაშაულს არ ჩადის, ანუ მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი არ ჩანს, მაგრამ არსებობს მეორე ვიდეო, სადაც ჩანს პირი, რომელიც არის შეფუთული, ანუ სახეზეც უკეთია პირბადე და ეს ადამიანი ისვრის მოლოტოვის კოქტეილზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია იყო სწორედ ეს, რომ მიუხედავად იმისა, სადაც იდენტიფიცირებადი იყო ანდრი კვარაცხელია, იქ არ ჩანდა ეს დანაშაულებრივი ქმედება. მათ ეს ვიდეო შეადარეს იმ მეორე ვიდეოს, სადაც შეფუთულია ადამიანი და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია და თქვენს ეგეთი რაღაც ერთმანეთს შეადარა მათ შორის სიარულის მანერა, ყველაზე რაც მთავარია ბრალდებულის ჩაცმულობა და ეს ყველაფერი ერთობლიობაში რომ შეაფასდა, ამით დაადგინა რომ პიროვნება, რომელიც ასახული იყო ვიდეო ჩანაწერზე, არის ანზორ კვარაცხელია. დაცვის მხარეს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით ჰქონდა სამხარაულის ექსპერტის დასკვნა და ეს ადამიანი, ანუ ექსპერტი იყო ერთ-ერთ სასამართლო პროცესზეც მოწვეული, რომელმაც განაცხადა ეგეთი რაღაც, რომ ამ ვიდეოთი ადამიანის იდენტიფიცირება რეალურად შეუძლებელია. ეს ექსპერტიზა არ არის კერძო ბიურო, რომელიმე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არსებობს საქმეში. სამხარაულის სადაც დასტურდება რომ პირი რომელზეც ბრალდების მხარე ამბობს რომ არის ანზორ კვარაცხელია, საერთოდ ის კადრი საიდენტიფიკაციოდ არის უარგისი. შესაბამისად მოსამართლეს იმ პირობებში, როცა არც ერთი პირდაპირი და არც ერთი ირიბი მტკიცებულება არ აქვს, არანაირი საშუალება და გზა არ ქონდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა სამწუხაროდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გარდა ამ სამი ფოტოსი და იმ ერთი ვიდეოსა სადაც აი ეს ფოტოები ამოჭრილია სავარაუდოდ. სხვა ვიდეო ხო არ წარმოუდგენიათ რაიმე თქვენ? არა, მიავენა ხარ. აი და ბოლო კითხვა მექნება ამ თემასთან დაკავშირებით და დავასრულებ. აი ამ ფოტოში რაც ნახეთ და ვიდეოში ანზორ კვარაცხელიას ხელში უჭირავს რაიმე საგანი ბოთლის მაგვარი? მე მხოლოდ ხო გაგასცენეთ ხა? ხო არ გიგიათ? მე უბრალოდ ვიდეო რაც ვნახე და სურათი მხოლოდ სახის მონაცემები ჩანს. სხვა დეტალს ვერ ვაზუსტებ ბატონო. ანდრი კვარაცხელია არის 26 წლის, როგორც გითხარით, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან არის, დედა ყავს ემიგრაციაში. სასამართლო პროცესს სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდა, ჯვებე ნაჭყებია, არც კი გამოიყენა განმარტების, ასე ვთქვათ, ვალდებულება, არ განუმარტავს თვითონ სასჯელის შინაარსი, უბრალოდ გამოაცხადა, რომ ანდრი კვარაცხელიას 4 წელს და 6 თვეს უსჯის და გავიდა ეგრევე სასამართლო პროცესიდან. არც კი სცადა დარბაზისთვის, საზოგადოებისთვის და მინიმუმ მხარეებისთვის განემარტა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვერც
გაამახვილებდა მოსამართლე ვერცეთ გარემოებაზე ყურადღებას და დარწმუნებული ვიყავით, რომ განაჩენი იქნებოდა სამწუხაროდ ესეთი, რაც მივიღეთ. თვითონ ანდრი კვარაცხელიამ თქვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს მიუსჯის სასამართლო, მთავარია დედა, რომელიც ემიგრაციაში იყოს კარგად და იქ მყოფ სხვა სინდისის პატიმრების მშობლებს დაუბარა, რომ ემიგრაციაში მყოფი დედა, როდესაც საქართველოს ჩამოვა, მიმიხედეთო. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ უკვე ფოიედან გაიგო დედამისმა, რომ მის შვილს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ. შეგახსენებთ, რომ მისი დაკავება მოხდა ძალადობრივად, ამას ამბობს თვითონ ანდრის და ცოლი. სახლში მივიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები და ძალადობრივი გზით ცდილობდნენ ანდრის აყვანას, ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ ანდრის ცოლს და დას. მეგანა არავინ არ არის თუ ბარი პოლიციიდან ვარ გაარიგე და რა გნებავთ? პოლიციიდან ვარ მეთქარე უკანონოდ შემოიჭრდნენ ჩვენს სახლში დილის საათებში ისეთ სანახაობას შევესწარი სახლში ეს არის ჩემთვის დღემდე მომყვება ძალიან დიდ ტრაუმად. უნებრივია ჩვენ ჩავიბარებთ გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს და რა თქმა უნდა არისთან შეთანხმებით გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. მადლობა.